ამერიკის შეერთებული შტატები ნატოს ევროპულ მოკავშირეებს მოუწოდებს დაამტკიცონ, რომ მათ ევროპის თავდაცვის გაძლიერებისთვის ძალისხმევა გაზარდეს. პენტაგონმა ნატოს ქვეყნები კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ მათ თავდაცვის კუთხით ხარჯები უნდა გაზარდონ, რადგან შეერთებული შტატებისთვის ახლა პრიორიტეტული სხვა გამოწვევებია, როგორიცაა შიდა უსაფრთხოება, ირანში მიმდინარე ომი და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი. ვაშინგტონის მიზანია ნატო ჩამოყალიბდეს უფრო დაბალანსებულ სტრუქტურად, რომელიც მეტად იქნება მორგებული კონკრეტულ გამოწვევებზე. ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში გამართული ბრიფინგის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ომის მდივნის მოადგილემ ელბრიჯ კოლბიმ გერმანია, პოლონეთი და სკანდინავიის ქვეყნები თავდაცვის მიმართულებით გაზრდილი ხარჯების გამო შეაქო. დადებითი დინამიკა შეიმჩნევა. თავდაცვის ხარჯები მართლაც ძალიან მასშტაბურად იზრდება. განსაკუთრებით გამოყოფდი გერმანიას, თუმცა ასევე ვხედავთ პოლონეთსა და სკანდინავიის არაერთ ქვეყანას. ვიმედოვნებთ, რომ უფრო მეტ ძალისხმევას ვიხილავთ ისეთი ქვეყნებისგან, როგორებიცაა გაერთიანებული სამეფო. თუმცა ზოგადად ევროპაში თავდაცვის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. ეს რა თქმა უნდა ამერიკელების ინტერესშია, რადგან ეს უფრო სამართლიანი იქნება. თუმცა ეს ევროპელების ინტერესებსაც ემსახურება. ფიქრობ გარდა მტეხ ცვლილებებს ვხედავთ, რაც პრეზიდენტ ტრამპის, ასევე აქ კონტინენტზე გენერალური მდივნის რუტესა და სხვა მრავალი ლიდერის ძალისხმევის დამსახურება, განსაკუთრებით ჰააგის ისტორიული ვალდებულებების გათვალისწინებით. მთავარი მიზანია ნატო უფრო რეალისტურ დანიშნულების შესაბამის კონკრეტულ დროსთან მორგებულ და უფრო დაბალანსებულ სტრუქტურად ჩამოყალიბდეს. სწორედ ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ ევროპის მიმართ ჩვენი პოზიციების გადახედვას. მოკავშირეებისგან შესაბამის პასუხებს უკვე ვიღებთ, მათ შორის კითხვართან დაკავშირებით. კითხვარი იმისთვის შეიქმნა, რომ მოკავშირეებმა ოფიციალურად წერილობით დააფიქსირონ, რისი ცოდნა სურთ, რომ როგორც ჩვენ, ისე მათ მკაფიო წარმოდგენა გქონდეს. ჩვენ არაფერს ვმალავთ. პენტაგონმა ევროპელ მოკავშირეებს კითხვარი გაუგზავნა, რომელიც მათგან წერილობით პასუხებს ითხოვს იმის შესახებ, თუ როგორ აპირებენ ამერიკის შეერთებული შტატების მიზნების შესრულებას. მოთხოვნები ასევე მოიცავს ინფორმაციას, რომელიც ნატოს ფარგლებს სცდება. მაგალითად, მიანიჭებენ თუ არა მოკავშირეები ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს შეუზღუდავ წვდომა საკუთარ სამხედრო ბაზებსა და საჰაერო სივრცეებზე. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ნატოსთან ურთიერთობების გადახედვა დაიწყო, შეერთებულმა შტატებმა ევროპაში განლაგებული სამხედრო ძალები შეამცირა. ამ დროისთვის ევროპაში დაახლოებით 80,000 ამერიკელი სამხედრო რჩება. ახლა კი პენტაგონში განიხილავენ, რამდენად მასშტაბური უნდა იყოს ძალების შემცირების შემდგომი პროცესი. რუსეთიდან მომავალი საფრთხის ფონზე ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების აქტიური ჩართულობა ნატოსთვის გადამწყვეტია. ამერიკული სამხედროების შემცირების მასშტაბი კი იმაზეა დამოკიდებული, თუ ევროპა და კანადა რამდენად ეფექტურად უპასუხებენ ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნებს ნატოს რეფორმასთან დაკავშირებით. მოთხოვნილი რეფორმის ფარგლებში ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ საკუთარ თავზე უნდა აიღონ ევროპის შეიარაღებული თავდაცვა. შეერთებული შტატები კი მათ მხარდაჭერას კონკრეტული საჭიროების შემთხვევაში გაუწევს, მათ შორის ბირთვული იარაღითაც.